სისტემური რეგისტრაცია კვლავ გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს. პროცესში იკვეთება მიწების არაკეთილსინდისიერად დაუფლების ფაქტები, ხშირად მოქალაქეები ერთმანეთთან გარიგებაში შედიან და ხელმოწერების საფუძველზე ირეგისტრირებენ მიწებს, რომლებიც რეალურად მათი არც არასდროს ყოფილა. მეორე მხრივ პრობლემაა მეზობლებს შორის სადავო ტერიტორიები, ხშირად ისინი ვერ გარკვეულან რომელ მხარეს ეკუთვნის ესა თუ ის ნაკვეთი, რის გამოც რეგისტრაცია არ ხდება და საქმე სასამართლოში გრძელდება. რამდენად მასობრივია დავების წარმოება და ვის რა შანსები აქვს სადავო ქონებაზე, ამ თემაზე სასაუბროთ სტუდიაში ოთარ გაჭკაჭაშვილი, იურიდიული კომპანია OKNCG-ის დამფუძნებელი და დირექტორი შემოგვიერთდა. დილამშვიდობისა ბატონ ოთარ, მადლობა თქვენი დროისთვის და ტრადიციულად ინფორმაციის განახლებისთვის. მინდა რომ მკითხოთ დღეს როგორი მდგომარეობაა პირველ რიგში მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით და რამდენად ხშირია ის შემთხვევები, რაზეც მე ვისაუბრე, ერთის მხრივ ეს არის იმ ქონებების დაუფლება, რომელიც რეალურად არ არის მათი და მეორე მხრივ ნაკვეთები, რომელზეც გარკვეული სადავო საკითხები არსებობს, ვის რა ტერიტორია ეკუთვნის მეზობლებს შორის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, წარმატებულ კვირას და მშვიდობას უსურვებ. ვიცით რომ მიწის რეფორმა მიმდინარეობს უკვე მერამდენე ტალღაა ჩვენს ქვეყანაში. მერამდენე გადავადებული იმის გამო რომ ვერ დასრულდა ეს პროცესი. თუმცა დიახ, ევროსაბჭო დაჟინებით მოითხოვდა ჩვენი ქვეყნისაგან რომ თუ მოხდებოდა ჩვენი ესე ვთქვათ შეერთება და ასე ვთქვათ გაწევრიანება, აუცილებელი იყო რომ ყველა ქონება მიწის სახით უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული. მიმდინარე რეფორმა სრულდება მიმდინარე წელს 2025 წელს, ანუ 1 იანვრამდე უნდა მოიწუროს. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ დიდ ქალაქებში ეს არ მიმდინარეობს და შეჩერებულია და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება. ანუ ჯერჯერობით მიმდინარეობს რეგიონებში, ესე ვთქვათ, და სრულდება მთლიან საქართველოში. დადებითით შეიძლება ითქვას, რომ ეს ზოგადად კარგია, რომ ადამიანები იყვნენ, რომელთაც არ ქონდათ საკუთრების უფლება რეგისტრირებული, თუნდაც იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ გარკვეულ გადასახადებთან იყო და ხარჯებთან იყო ეს დაკავშირებული და გლეხმა ადამიანებმა შეძლეს თავიანთი იმ რაღაც საკუთრების უფლების დარეგისტრირება, თუმცა, რა თქმა უნდა, არის აქ მეორე მხარეც, როცა ესე ვთქვათ, მავალმა ამ ფაქტით ამ სწრაფი რეგისტრაციების ფორმატით ისარგებლეს და ესე ვთქვათ, ისეთ ქონებებს, რომელზეც სახელმწიფოს არ ჰქონდა ინფორმაცია მისი მესაკუთრეობის შესახებ, ისინი ცდილობენ მიისაკუთრონ, დაიტაცონ, ასე ვთქვათ, თუნდაც პირობითად 2-3 პირი მეზობლად განთავსებული სურველი პირი ამა თუ იმ მიწის ნაკვეთი შესაძლებელია ერთმანეთს ესე ვთქვათ გამოუჩნდნენ როგორც მოწმეები და უდასტურონ რომ თითქოს დაისფრობს ამ მიწის ნაკვეთს და ამ ფაქტით მოახდინონ ამა თუ იმ ქონებების რეგისტრაციას. ეს რეგისტრაციას პრობლემა არ ექმნება, ან რა ტიპის ინფორმაციას იღებს სახელმწიფო? დიახ, არა, რადგანაც საწინააღმდეგო ინფორმაცია არ არსებობს სახელმწიფოში. სახელმწიფოს ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია ამა თუ იმ საკუთრებების შესახებ. არქივზე დაყრდნობით, თუმცა არ იყო ეს სრულყოფილი და ძალიან დიდი მიწის ნაკვეთებზე ესეთი ინფორმაციები არ ჩანდა შესაბამისად. ეს არის თავისუფალი სივრცე დღეისათვის და ვიდრე საწინააღმდეგო არ დადასტურდება, სახელმწიფოს ამ რეფორმის ამ დებულებების შესაბამისად არ აქვს უფლება რომ არ დაარეგისტრიროს და ის მისაღები ფორმატია დღეისათვის. სხვა რა იქნება და ეს ნიშნავს რომ ადამიანებს რჩებათ ეს საკუთრება და რეგისტრირდება. მარტივად ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, დიახ, ეს რჩებათ, ვინაიდან თუ დღეს არ აქვს ინფორმაცია სახელმწიფოს ამ ქონებას დაკავშირებით, სხვა ვერანაირად ვერ ექნება და მოკლედ ეს სრულდება. ან ასეთი ტიპის დავები არ არის დღეს სასამართლოში, იმიტომ რომ ამ ნაწილში არც არაფერი არ არის გაურკვეველი და სადაო ვინმე მეორე მხარის მხრიდან. ასე ვთქვათ. მეორე მხრივ რა ხდება იმ ტერიტორიებზე, როცა არსებობს ორი მესაკუთრე და რაღაცა ვერ იყოფენ ამ კუთხით როგორ? ეს უკვე ნიშნავს, რომ არის დავის წინაპირობა, თუმცა ხშირად რეგიონებში თუნდაც იმიტომ რომ დაუშვათ მათ ამ ქონებებს არ გააჩნიათ დიდი ფასი, კომერციული ფასი, ადვილად ახერხებენ მედიაციას, შეთანხმებას და ცოტა უფრო ნაკლებია სასამართლოში ამდაგვარი მიმართვიანობა და დაუშვათ ადგილზე ხდება გარკვეული დათმობები მეზობლებს და მით უფრო დაუშვათ თუ წარმოვიდგენთ რომ სოფლებში უფრო თბილი ურთიერთობები გარკვეულ დათმობებს და ამიტომ ნაკლებია დავები ამ კუთხით სასამართლოში. თუმცა თქმა უნდა ძალიან დაბალია და შესაბამისად ეს არ ქმნის ალბათ გარკვეულ უღირთ ადამიანებს ასევე სასამართლო წარმოების ხარჯება და ასე შემდეგ და გარკვეულ დათმობებზე მიდის, მოკლედ ეს პროცესი აქაც მიმდინარეობს რაღაცნაირად, თუმცა არის დავები, ესე ვერ ვიტყვით, ძალიან ხშირია მეზობლებს შორის დავები, მიმართავენ სასამართლოებს, არის ამაზე მომართვიანობა, მაგრამ არა იმ ოდენობით, რაც
მოსალოდნელი შეიძლება ყოფილიყო. ჩვენ საუბრობდით, რომ რეგიონებში და სოფლებში მიდის. ახლა სადაც შეიძლება მიწის ღირებულება არ იყოს ძალიან მაღალი და შესაბამისად იგივე სასამართლოს ხარჯი შეიძლება არ უღირდეს მესაკუთრეს და ჯობდეს, რომ ისე მედიაციის გზით მოგვარდეს პროცესი. რა გამოწვევის წინაშე შეიძლება დავდგათ, როცა დიდ ქალაქებამდე შეიძლება მოვიდეს საქმე, როცა მიწის ღირებულება ძალიან ძვირი ღირს და რა მექანიზმი ჭირდება, რომ სწორად იყოს ეს ყველაფერი გაწერილი, როგორც სახელმწიფოსი რა არის, მეორეს მხრივ ის რა ეკუთვნის და როგორ უნდა კი ბატონო, აქაც მოდით კი აუცილებლად იქნება ეს დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ იცით რომ ნებისმიერ მიწის ნაკვეთს დღეს რა ოდენობის ფასი აქვს თუნდაც თბილისში, თუნდაც ბათუმში და დიდ ქალაქებში. ამიტომ ეს აუცილებლად გამოიწვევს ძალიან დიდი რაოდენობით დავებს, თუმცა აქ არის მეორე, რომ ქალაქებში უფრო ფლობდა სახელმწიფო ინფორმაციას ამა თუ იმ მიწის ნაკვეთის შესახებ ისტორიულად ვის შეიძლება ჰქონოდა და ასე შემდეგ. ამიტომ იქ თუ გარკვეული ინფორმაციას არ ფლობდა და ამან გამოიწვია ეს ქაოტურად დარეგისტრირებები, აქ გარკვეული ტიპის ინფორმაციებს ფლობს, მაგრამ არის არაზუსტი ინფორმაციები არქივის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ის არის დაყრდნობილი ისევ ძველ საბჭოთა ინფორმაციებზე, არ მომხდარა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ესე ვთქვათ, ადრე ტერმინს ერქვა ტექნიკრის ბიურო, ესე ვთქვათ, იმდროინდელი საჯარო რეესტრი ჩამოივლიდა მიწის ნაკვეთებს და აღწერდა ვინ რას ფლობდა, ვინ რა საკუთრება გააჩნდა. ამიტომ ეს არ გაკეთებულა ბოლო 20 წლის განმავლობაში, რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული. შესაბამისად ეს გამოიწვევს გაურკვეველი შესაძლებელია ინფორმაციები იყოს დუბლირებული, არასწორი ჩანაწერებთან კონდეს საქმე, იცით რა პერიოდი იყო, ამიტომ დიდი გამოწვევა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს როცა დაიწყება დიდ ქალაქებში რეგისტრაცია, დიდი გამოწვევების წინაშე დადგება სასამართლოს და საჯარო რეესტრის და მარეგისტრირებულ ორგანოებში. მადლობა. ნაწილ ტერიტორიაზე არსებობს რამდენიმე მესაკუთრე და თუ სწორად მაქვს ინფორმაცია, უპირატესობა ენიჭება 2007 წლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს. აი ეს ნაწილი მინდა რომ ავხსნათ რატომ და რა საგადი სხვა 2007-სა და 2007 წლის შემდგომ რეგისტრაციაში. დიახ, მოკლედ როცა იმდროინდელი ხელისუფლების პერიოდში გამოშვებული იქნა აქტი, ესე ერქვა მას ჟარგონო რაც შენია, ასე ვთქვათ, მასიური დაკანონების ფორმა წავიდა იმ პირების სასარგებლოდ, ვინც ფლობდა ამა თუ იმ ქონებას. შესაბამისად, აი ეს ქონებები, რომელიც დადასტურდა 2007 წლამდე ფლობდა, მას ენიჭება უპირატესობა, თუმცა აქ მხოლოდ განცხადება არ არის, ხო, მდგენელი, აქ უნდა მე ეს კანონი შეიცვალა, ესე ვთქვათ, ბევრი ინფორმაცია განიცა და იმ პერიოდში მარტივად რომ ვთქვათ, თუ ქოხიც თუ ედგა ადამიანს ამა თუ იმ მიწის ნაკვეთში, შეეძლო არამყარი ნაგებობა, შეეძლო მის საფუძველზე დაერეგისტრირებინა, ან დაუშვათ ხანდაზმული ხეები, ბაღი და გაშენებული. ახლა ეს ყველაფერი გაუქმებულია და მხოლოდ კაპიტალური შენობის არსებობის შემთხვევაში კანონდება. თუმცა აი ამ ძველ ინფორმაციას, რაც თქვენ ბრძანეთ, ენიჭება უპირატესობა, ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აქ იღებს მონაწილეობას სატელიტური მონაცემები, თუ ჩვენ მივხვდეთ, რომ შენობა გაგვაჩნდა, რაც გვაქვს ახლა, ის დაუშვათ პირობითად უფრო ადრე, ის უნდა დასრულდებოდეს აუცილებლად სატელიტური გადაღებებით და ეს სატელიტური გადაღებები სხვა წლებში განხორციელდა. ამიტომ ეს არ არის ადვილი, რომ მოატყუო ამ შემთხვევაში სახელმწიფო. ორი სიტყვით ტემპი როგორია და რამდენად დასრულდება 2025 წლის ბოლომდე? სხვადასხვა აი გადაცემაში რომ მოვდიოდი, მაგ საკითხზე ვფიქრობდი, მართალია ტემპი ინტენსიურია, მაგრამ მგონი ნახეთ რა მოხდება, შეიძლება ვერ აღიწეროს და ვერ დასრულდეს, მაგრამ მერე მოქალაქეებს შეეძლოთ გამორჩენილი იქონებების რეგისტრაცია თავიანთი საზღაურის ხარჯზე. ძალიან ბევრი ემიგრაციაში მყოფი მოქალაქე ყავს იცით და მათ უბრალოდ ამის გამო არ ცალიათ ან არ შეუძლიათ რომ ჩამოვიდნენ და ეს ესე ვთქვათ რეგისტრაციები გაკეთონ. ვფიქრობ რომ შეიძლება გადავადდეს კიდევ ერთხელ. მადლობა ბატონო თარ თქვენი დროისთვის და ინფორმაციის განახლებისთვის. ოთარ კაჭკაჭაშვილი, იურიდიული კომპანია OKNCG-ის დამფუძნებელი და დირექტორი პასუხობდა ჩვენს კითხვებს.